ხელისუფლება საჯარო ინფორმაციას ისევ მალავს. მიმდინარე წლის 4 მაისს ტელეკომპანია თრიალეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37 და მე-40 მუხლების შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა. ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, გაუკეთდა თუ არა რუსთავი 2-ს, იმედს და პოსტ-ტივის საგადასახადო ვალების რესტრუქტურიზაცია ან საგადასახადო შეთანხმება. ასევე 2012 წლიდან დღემდე რომელ მედია საშუალებებზე გავრცელდა მსგავსი შეღავათები. აღნიშნული ინფორმაცია მანამდეც არაერთხელ გამოვითხოვეთ ფინანსთა სამინისტროდან და შემოსავლების სამსახურიდან, როგორც თრიალეთის, ისე ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილის სახელით, თუმცა უშედეგოდ სამინისტრომ პასუხის გაცემაც კი არ ისურვა, რადგან შემოსავლების სამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ და რადგან დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებები მთავრობის დონეზე მიიღება, ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისაგან გამოვითხოვეთ. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მანამდეც არაერთხელ მივმართეთ, მათ შორის საჩივრითაც, თუმცა ყველა წერილი, მათ შორის საჩივარიც, გადაეწერა იმავე უწყებას, რომლის ქმედებასაც ვასაჩივრებდით. ამჯერად მეორე დღესვე მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა. რამდენიმე დღეში კი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ელგუჯა ლოლუაშვილის სახელით მივიღეთ წარმოუდგენელი შინაარსის წერილი, ვინაიდან შპს ტელერადიო კომპანია თრიალეთი წარმოადგენს რეგისტრაცია შეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდება თქვენი მოთხოვნის განხილვა. ანუ საჯარო რეესტრის მიერ თრიალეთის ხელახალი რეგისტრაციის უკანონოდ შეჩერება შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საბაბად, რომ არ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რაც კანონით საჯაროა და რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს. შემოსავლების სამსახურის წერილში არ არის მითითებული არც ერთი სამართლებრივი ნორმა, არც ერთი კანონის მუხლი, რომელიც ამ უარს გაამართლებდა. ეს არის საჯარო ინფორმაციის დამალვის კიდევ ერთი მცდელობა. მათ არ სურთ გასაჯაროვდეს, რამდენი ვალი ჩამოაწერეს და რამდენზე გაუფორმეს რესტრუქტურიზაცია რუსთავი 2-ს, იმედს და სხვა მედია საშუალებებს. მათ არ სურთ საზოგადოებამ დაინახოს, როგორ მოქმედებს ხელისუფლება შერჩევითად, დისკრიმინაციულად და უსამართლოდ. ერთ მედია საშუალებას აძლევს შეღავათებს, ხოლო თრიალეთს ინკასოთი, ბლოკადითა და ფინანსური ზეწოლით ახრჩობს. ახლა უკვე თრიალეთის თანამშრომლების პირადი სახელით კვლავ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და დაველოდებით, ამჯერად რა ახალ ხელოვნურ მიზეზებს მოიგონებს საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის. აღიარეთ, თქვენ ხართ უსამართლო ხელისუფლება. ერთისთვის რესტრუქტურიზაცია და შეღავათები, თრიალეთისთვის ინკასო, ბლოკადა და განადგურების მცდელობა.